ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ავადობა მაღალია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობა. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ. ხატია აიობიძის სიუჟეტი ვნახოთ. მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავისა და თვალების ტკივილი. ეს სიმპტომები ახასიათებს ქვეყანაში მოცირკულირე გრიპის ვირუსს, რომელიც მძიმე ავადობით გამოირჩევა. ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, პატარებში გრიპის ვირუსი ხშირ შემთხვევაში პნევმონიაში გადადის. კლინიკაში გაზრდილია მიმართვიანობა. Პოტენციურად ყველაზე მეტი გართულება სწორედ გრიპის ვირუსს ახლავს. მოლოდინი იმისა, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, რეალურად არსებობს და ეს მიმართვიანობის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებული ვიყავით გაგვეზარდა საწოლფონდი და პაციენტებს ვიღებთ უკვე 2 პედიატრულ დეპარტამენტში. გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. გრიპის ვირუსით ინფიცირების რიცხვი წინაკვირის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებულია. მედიკოსები განმარტავენ, რომ ვირუსის ცირკულირების ტემპი შენარჩუნდება, ხოლო ყველაზე ძლიერ ფაზას იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე ელოდებიან. პრევენციის მიზნით სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ. სხვადასხვა ვირუსული სპექტრია წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე აქტუალური გრიპია, იმიტომ რომ გრიპის შემთხვევები ყოველი კვირის განმავლობაში თითქმის ორმაგდება. პატარებთან უფრო მეტი რისკია და რისკ ჯგუფია, მაღალი ცხელებით როცა არიან, სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს. გრიპის პრევენცია, ზოგადად ინფექციის პრევენცია არის ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელის ხშირი დაბანა, ზამთრის პირობებში განიავება ხშირი. ვირუსის და გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. იმუნიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის, ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვნების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. გრიპის ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება. სასურველია, რომ გრიპის ვაქცინაცია ჩატარდეს გრიპის ვირუსის ცირკულირების დაწყებამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვირუსის გამოჩენის პერიოდშიც არ არის გვიან აცრა, ვინაიდან რთული შედეგები შეიძლება კონდეს მის გართულებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩაიტაროს ვაქცინაცია. იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში 4 კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს. აცრა უფასოა და სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.